ძალიან ლამაზი ჭყვილი. ძალიან. სავალე, ვაი. რას დამაბარე ის, ვაჟი? ჩემი გემოვნებით კიდე რაღაცები დაგემართე. მარიამ სიმღადებს სავალად დღეს. იმიტომ რომ უსულაც არის. და მინდა რომ რაც სურპრიზი გავუკეთო ხოლმე. რა ხშირად არ ვარ მარიამთან, ჩემი კარიერის გამო. და როცა ჩამოდივარ, მინდა რომ ასიამოვნო და ეს პრობლემები მოუხსნა და მინდა რომ მე გავუკეთო რა. ძირითადად როცა ჩამოდივარ, მარიამს ანუ ჰაერზე ვასეირნებ, რაც ამისთვის აუცილებელია და საჭიროა. კინოში დამყავს, თეატრში ამბობს, თეატრში დამდის და რატო არის? საბუთო ვიზუალია, ხო? ნელია ახლა როცა შეყარებული ყავს მით უმეტეს, როცა ქმარი ყავს და ტოვები და ესენი დიხარ, ძნელია, მაგრამ გამიგო. ძნელი იყო, მაგრამ მართლა გამიგო. მოუწია, ხო? ჩვენთვის ანუ ჩვენი ოჯახისთვის ესეა საჭირო. ძალიან ეჭვიანია, აი როგორი ეჭვიანია, იცი აი საზიზღრად ეჭვიანია. თან ის სიამოვნებს, სიმართლე გითხრა, ეხლა ხარ ისა გვერდზე ყავს, თან უყარ ხარ, შენი მეუღლე რაღაცა, ანუ ეს ეჭვიანობას რაღაც პონჩი სიამოვნებს, ხო? არ უყარს რომ ბემშვიდობ, საერთოდ. ანუ ეუბნები რომ როცა მივდივარ 8-ზე, ხო, 8-ზე პრინციპში აქედან გავდივარ. ან ჯერ ათენებულიც არ არის, მივდივარ და ვეუბნები რომ არ გემშვიდობები, ანუ ის რა ხანდახან ტიერის რამლები მოდის, მაგრამ ვეუბნები რომ არ გემშვიდობები, იმიტომ რომ აი დაჟე ერთი დღეან 1-3 საათიც რომ მქონდეს დრო, თავისუფალი, მანქანას დავახტები და წამოვა, ისის ეს. ანუ როცა ჩამოვიდეს ბორიდან და სახში მოვედი, მანახა ეს სურათები რა. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. ნუ ესე მოხდა, რომ ცნობადები გავხდით ალბათ Facebook-ის გვერდიდან. ყველაზე საკამათო თემა ამ ბოლო დროს ის გვაქვს, რომ ბავშვის სახელზე ვერ თანხდებით. აი, მაგას თავისი აზრი აქვს. და რო თვემდე გოგონა და გოგოს სახელი თქვა შეჭეო. ხო, ანუ მითხარო თუ ბიჭი იქნებაო, ბიჭო და არ ქვიო, რაც გინდაო. ბიჭია და მითხარე, ხო? არა, ბიჭს მე ვარ კონფუს ეს გადაწყვეტილია რა. მაგრამ მაინც დავხო. ატარას გამო და მარიამის გამო თავს არ დავზოგავ და ყველაფერს გავუკეთებ რა. Invest in me, 'cause I'm risk free. We can make this work. That's my guarantee. საოცრად ლამაზია გოგო, გოგოზე ლამაზია ბიჭი, ბიჭზე ლამაზია გოგო, ისევ გოგოზე ლამაზი ბიჭი ვერ გაიგებ რომელი უფრო ლამაზია. მოკლედ მე უნდა გაგაცნათ ისინი, წყვილი რომელმაც სოციალური ქსელი ააფეთქა.